კარიერი კვლავ პირდაპირ ეთერშია და ისევ სპორტი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2011 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება უკვე მოიპოვა, თუმცა გუნდს ჯერ კიდევ დასაცავი აქვს ევროპის ერთ-ერთ თასი. აქ ყველაზე პრინციპული მეტოქე რუსეთის ნაკრებია. ჩვენი გუნდი მზადებას ორშაბათიდან ეწყებს. ქართველი მორაგბეები 8 მარტს რუმინეთში შეიკრიბებიან, 13 მარტს კი ამ ქვეყნის ნაკრებთან გამართავენ შეხვედრას. წარმატების შემთხვევაში ანთიმოს ივერიელის თასს მესამედ მოიპოვებენ. რუმინეთიდან გუნდი ტრაბზონში გადაინაცვლებს და განაგრძობს რუსეთის ნაკრებთან შეხვედრისთვის მზადებას. ორი უმთავრესი მატჩი დაგვრჩა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრებს უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ. გუნდშიც და მორაგბეებშიც უაღრესად დიდი мотиваციაა. ვიცი, რუსეთის ნაკრების დამარცხება რაოდენ მნიშვნელოვანია ყველა ქართველისთვის, თუმცა ეს სპორტია და ჩვენ გავალთ და დავამარცხებთ მეტოქეს. საქართველოს ნაკრებს ამ ორ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული მამუკა გორგოძე დაუბრუნდება. 3 თამაში დისკვალიფიკაციამ გამოტოვა და ეხლა მაქს 2 მაგა და 3 მაგად ემზადება და თვითონ мотиваცია ზამაგარი აქვს თვითონ მამუკას და მოგონდა რომ ვითამას ანახებს. გორგოძის გარდა გუნდს ტრამვირებული ირაკლი ნატრიაშვილი და დავით ხინჩაგაშვილი დაუბრუნდა. რაგბის კავშირის პრეზიდენტი გულშემატკივრს სარაგბო კომაგობის წესების დაცვას თხოვს. ჩვენ ნაკრებს არასოდეს არ ჭირდება დამატებითი мотиваცია რუსეთის ნაკრებთან სათამაშოდ. და ხო გულშემატკივრებს რომ დაიცვან სარაგბო ტრადიციები, პატრიოტიზმ მეტოქეს, ვაჩვენოთ რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი საყვარელი გუნდის კომაგობა ისე რომ არ გავცდეთ იმ ჩარჩოებს, რა ჩარჩოებიც არის დადგენილი. განსაკუთრებული კომაგობა ეს არის უმხილავი კომაგობა ჩვენ ნაკრებს და პატრიოტიზმ მეტოქეს მიუხედავად იმისა რომ თერი ქვეყანაა პირდაპირ თქვა, მაგრამ ამ შემთხვევაში რა ხან ვეთამაშებით და სპორტულ ღონისძიებას მასთან ვატაროთ, ესე იგი თვითონ იმ გუნდთან პრობლემა არ აქვს. ტრაბზონში თამაშზე დასწრების მსურველი საკმაოდ ბევრია, თუმცა სტადიონი მხოლოდ 6500 მაყურებელს იტევს და ადგილები შეზღუდულია. ინგლისიდან იყო მოთხოვნა, აზერბაიჯანიდან იყო მოთხოვნა, დუბაიდან დაგვირეკეს ბილეთებთან დაკავშირებით. არის უდიდესი აჟიოტაჟი ამ ქვეყნთან დაკავშირებით. 20 მარტს რუსების დამარცხებას პრინციპულის გარდა პრესტიჟული მნიშვნელობაც აქვს. ქართველები ერთად თასად შეინარჩუნებენ და მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან პირველი ადგილით გავლენ.